ქართული ოცნების პოლიცაბჭოს განცხადება და გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში ევროკომისიის 8 მოთხოვნა მმართველი გუნდის მხრიდან შანტაჟად და ულტიმატუმად შეფასდა ბრიუსელის მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება ქართულმა ოცნებამ ვრცელი განცხადებით უპასუხა. ხელისუფლებამ მშვიდობის და სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს არასრულწლოვანთა დაცვის და დაფინანსების გამჭირვალობის კანონებს, რომელთა გაუქმება ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა. მმართველი გუნდი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეს გაზრდილად აფასებს. ამ ფონზე კი ბრიუსელიდან გაძლიერებულ ზეწოლას ეგრეთ წოდებული Deep State-ისა და ევროპელი დემოკრატიის კოორდინირებული მოქმედებებით ხსნის. კორუფციასთან ბრძოლა რისკენაც მოგვიწოდებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, თავისუფალი დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოს არსებობა ამ ქვეყანაში რაიმენაირად უკავშირდება ომისა და მშვიდობის თემას. რა თქმა უნდა, ომით ჩვენი მოსახლეობის დაშინება, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნების აი ამ არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმის პროპაგანდისტული ხაზი. ვიზა ლიბერალიზაციაზე საუბრის დაწყება არ არის დაკავშირებული კონკრეტულად ამ ფაქტთან. ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის იარაღი Deep State-ის ხელში, შეიძლება ითქვას ბოლო ტყვია, რომ არეულობა შეიტანოს საქართველოში, ძალადობრივად მოახდინონ ხელისუფლების ცვლა, ანუ ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვიზა ლიბერალიზაცია სამსაფრთხე დაიმუქრება, ქართველი ხალხი რევოლუციას ხარს დაუჭერს და შემდეგში განახორციელებენ იმ ამოცანებს, რა ამოცანებისთვისაც უნდათ ხელისუფლების ცვლა. აუცილებელია, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნა და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც განსაკუთრებული ზეწოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ ქართულ ოცნების გუნდზე, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყანა არაკეთებს იმას, რა დავალებაც არის გარედან შემოსული, კერძოდ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და წინ ეღვევება ქართული ოცნების გუნდი ქართულ ხალხთან ერთად. შესაბამისად, გვიმუქრებიან ეხლა, რომ თავისუფალ მოგზაურობის შესაძლებლობას აგვიგრძელავენ.